გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია არ მოიწყინეთ. დღეს მინდა გასწავლოთ ძალიან ლამაზი მუსიკა. კინოფილმიდან სიყვარულის ისტორია არის იგივე დასახელების სიმღერა, იგივე დასახელების მელოდია. მუსიკის ავტორია ფრენსის ლეი, სიტყვების ავტორია კარლ სიგმანი. ჩვენ აქ სიტყვებს არ ვისწავლით, რა თქმა უნდა, გავარჩევთ მხოლოდ ნოტებს. არ დაგავიწყოთ ჩვენი არხის მოწონება, გაზიარება, კომენტარების გაკეთება და გამოწერა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიწერეთ, ვინც უსმენთ, ვინც აკეთებთ კომენტარებს, ვინც აზიარებთ, ამით გვეხმარებით არხის უფრო მეტად განვითარებაში. რაც შეეხება სურვილებს, ითვალისწინებ ხოლმე შეძლების და გვარად, ამა თუ იმ ნაწარმოების სწავლების შესახებ. ჩვენ არხს აქვს გარკვეული ფორმატი და ამ ფორმატიდან არ მინდა გავიდე. ეს არის არხი განკუთვნილი მოყვარულებისთვის. მინდა რამდენიმე ნაწილად დავყო და მარჯვენა და მარცხენა ხელი გასწავლოთ და შევაერთოთ, რომ უკვე აზრი გქონდეს რაღაცა პატარა მონაკვეთის დაკვრას და თქვენთვისაც იქნება საინტერესო. ახლა რაც შეეხება თვითონ ამ სიყვარულის ისტორიას, რომელიც არის ძალიან სევდიანი ისტორია სიყვარულის შესახებ. საგასახებო ნიშანში არ აქვს ნიშანი, თვლა არის 4-4. ახლა რომ განვიხილოთ პირველი ხაზი, პირველ და მეორე ტაქტში მარჯვენა ხელი ისვენებს არის პაუზები, მთელი პაუზები. შემდეგ მესამე ტაქტში არის მეორე ოქტავის დო, მი, დო, ისევ დო. ესე იგი, ნახეთ როგორ ჟღერს. 1, 2, 3, 4. შემდეგ მეოთხე ტაქტში ისევ არის მეორე ოქტავის დო, პირველი ოქტავის მი, დო, დოები არის მეორე ოქტავის სუ. მეოთხე ტაქტში და მესამე ტაქტშიც. ესე იგი, დო, მი, დო, დო, მი, ფა, მი. მაგრამ ნახეთ დავაკვირდეთ, რომ მესამე ოქტავის ბოლო დო ლიგით არის გადაბმული მეოთხე ოქტავის პირველ დოსთან და ამიტომ არ დაიკვრება. დავითვლით, მაგრამ არ დაუკრავთ. ესე იგი, 1, 2, 3, 4 ასეთნაირად იჟღერებს. ახლა თითებს რაც შეეხება, მეხუთე თითით ავიღოთ, აი მესამე ტაქტიდან ვიწყებთ ისევ, მეხუთე პირველი, მეხუთე. შეიძლება მეოთხე თითითაც დაგვეკრა მაგალითად. აი ნახეთ როგორ უფრო მოხერხებულია თქვენთვის. მეოთხე თითით აღება დოსი თუ მეხუთე თითით. შემდეგ პირველი თითი მიზე ისევ 1, 2, 3, 4. აქაც მეორე მესამე თითები და შემდეგ ნახეთ მეორე ხაზზე რო გადავიდეთ, რე, სი, ისევ ესე იგი რეები არის პირველ ოქტავაში, სიები მეორე ოქტავის. ესე იგი ნახეთ 1, 2, 3, 4 და ისევ ნახეთ მეორე ხაზის მეორე ოქტავაში სი ისევ ლიგით არის გადაბმული და არ დავუკრავთ, დავითვლით. ასევე არის მეოთხე და მეხუთე ტაქტშიც ლაები გადაბმული პირველი ოქტავის ლაებზე მოგსაუბარი, გადაბმული ლიგით და მეორე ლას პირველს დაუკრავთ შესაბამისად, მეორეს არ დაუკრავთ, დავითვლით. ესე იგი ნახეთ 1, 2, 3, 4. 1, 2, 3, 4. ნოტებს ისევ ვასახელებ პირველი და მეორე ტაქტის მეორე ხაზში. რე, სი, სის რომელსაც არ უკრავთ, შემდეგ რე, სი, რე, მი, და შემდეგ ნახეთ დო, ლა. დოები არის პირველი ოქტავის, ლაც პირველი ოქტავის. ისევ არ ვუკრავთ ლას. 1, 2, 3, 4. მეორე ხაზის ბოლო ტაქტს გეუბნებით. ნოტები ლას, რომელსაც არ უკრავთ პირველი ოქტავის, სულ პირველ ოქტავაში ვართ. დო, ლა, დო, რე, დო და გადმოვედით ეხლა მესამე ხაზის პირველ ტაქტზე. მცირე ოქტავაში არის სიები, სი, შემდეგ პირველი ოქტავის სოლძიეს. თვლაც ასევე 1, 2, 3, 4 პირველი და მეოთხე თითებით ვუკრავთ. ანუ სიებზე პირველი თითი, მეოთხე თითით სოლძიეს ვიღებთ.
და შემდეგ ნახეთ ისევ სოლ დიეზი მესამე ხაზის მეორე ტაქტში, რომელსაც არ ვუკრავთ რამე თუ ისევე ლიგით არის გადამული და ვიღებთ ასეთ აკორდს. ნახეთ რე, ფა, ლა. ერთი ხო იქნებოდა სოლ დიეზი რომ არის, რომელსაც არ ვუკრავთ და ვითვლით 1 2 არის აი ეს სამხოვანება რე, ფა, ლა. შემდეგ ნახეთ, შემდეგი სამხოვანება ისევ არის რე, ფა, und las მაგივრად სი. 3 ესე იგი ძალიან ადვილია ნახეთ აი რე ფა ლა რო არის 1 შემდეგ ამ მეოთხე პირველი მეორე მეოთხე თითი დავიღოთ ეს რე ფა ლა და ეს ლადან აუშვათ შემდეგ მეოთხე თითი და მეხუთე თითით სი ავიღოთ რე ფა სი და შემდეგ ნახეთ ფა რე და სოლ დიეზი არის უკვე მცირე ოქტავაში ნახეთ რა გამოვიდა 1 სოლ დიეზი რომელსაც არ უკრავთ, შემდეგ სამხოვანება რე ფა ლა 2 რე ფა სი 3 ფა რე სოლ დიეზ 4 და შემდეგ არის პირველი მეორე მესამე თითით მეოთხე თითით ავიღოთ მცირე ოქტავის ლა პირველი ოქტავის დო და მი პირველი ოქტავის 1 2 3 4 და მესამე ხაზის ბოლო ტაქტიც არის იგივე აკორდი ნოტები ყველა ლიგით არის გადამული არ დავუკრავთ დავითვლით 1 2 3 წერტილიანია ნახეთ ნახევარი ნოტა ესე იგი სამთლამდე და 4 პაუზა მოხსნით მოდით ახლა თავიდან ბოლომდე დაგიკრავთ მე თქვენ აი ამ ნაწილს რომ გავიქოთ მელოდია ეს იყო მარჯვენა ხელი. აი ახლა მეგობრებო, მოდით ვისწავლოთ ამ ნაწილის მარცხენა ხელი. და აი აქ დავასრულოთ ჩვენი პირველი გაკვეთილი. გავაკეთოთ პატარ-პატარა გაკვეთილები და აი როგორც უკვე აღნიშნე, ესე ნაწილ-ნაწილ ვისწავლოთ. ახლა მარცხენა ხელთან უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, რატომ პრაქტიკულად თვითონ არ არის რთული ნოტები, მაგრამ ტექნიკურად უნდა მიაჩვიოთ თქვენ ხელი, გეტყვით რაღაცა ნიუანსებს და ნუ მარცხენა ხელი პრაქტიკულად მეორდება სულ. ზოგიერთ ნაწილებში არის განსხვავებული, მაგრამ მეორდება. ახლა რატო სწავლობთ ამ პირველ ნაწილს ჯერ ცალკე, იმიტომ რომ შემდეგ ნაწილში რითმი ოდნავ რთულდება და იცვლება. ნუ მელოდიის ხაზი პრაქტიკულად ნარჩუნდება, მაგრამ რითმულად არის ოდნავ რთული, ოდნავ განსხვავებული. შესრულების შესახებ აქ ბევრი არაფერი წერია, მე გითხარით, რომ პროფესიონალურ ნოტებშიც არ წერია თითები, იმიტომ რომ ეს არ არის სასწავლო სახელმძღვანელო, გეუბნებით შეძლებით და გვარად, აქ მარჯვენა ხელში პირველი მეოთხე, პირველი მეხუთე თითი მუშაობს უკრავს ძირითადად და პირველი მეორე მესამე. ქვედა ბგერებზე, ზედა ბგერებზე მეოთხე, მეხუთე თითი. ნახეთ ახლა პიანოზე ვუკრავთ. ესე იგი, მარცხენა ხელში დიდ ოქტავაში არის ლა და ქვედა ბგერები დიდ ოქტავაში და შემდეგი ბგერები არის მცირე ოქტავაში. აქ ახლა ნახეთ წერია ლა, შემდეგ მცირე ოქტავის მი, დო, მი, დო, მი, დო. ესე იგი, ნახეთ როგორ იქნება 1 ლეგატოთია, ანუ აი ეს ზედა ბგერები გადამულად უნდა დავუკრათ. ახლა ნახეთ 1 2 წესით უნდა გვეჭიროს აი ეს ლა, მაგრამ ნუ ახლა ხელი როგორც მოგწუდება. თუ მაგალითად არ გწუდებათ რომ 1 2 აი 2-მდე რო გეკავოთ, ხო? შემდეგ გაუშვებთ იმლა 3 4 და თუ არ გწუდებათ, მე ვთქვით გირჩევთ რომ პედალზე გაუშვათ ეს ლა ნახეთ და პედალზეც რო გაუშვათ და აიღოთ ხელი უფრო გრძელი ჟღერადობა ექნება 2 ხო არის ნახე და ახსნათ შემდეგ 3 4
და ნუ გამოვა როგორც დაახლოებით რომ გეჭიროთ ეს ორ თვლამდე. ესე იგი პირველი, მეორე ტაქტი, მესამე ტაქტი, მეოთხე ტაქტი არის სულ აი ეს ერთი და იგივე. ნახეთ 1 2 3 4 თითები მეხუთე, მეორე პირველი. ეს პირველი ხაზი. ახლა მეორე ხაზი, ნახეთ, არის ისევ ქვედა ბგერა დიდ ოქტავაში და ეს არის სოლ დიეზი და შემდეგ არის, ნახეთ, მი, სი, მცირე ოქტავაში და რე პირველ ოქტავაში გადავდივართ და რე, მი, ესე იგი ნახეთ, თითები ნახეთ 1 2 ისე მეხუთე მეორე პირველი მე მესამეთი შევცვალოთ. რატომ იცით რომ რეზე უნდა გადმოვიდეთ პირველი ოქტავის და უფრო რომ მეტად რომ მოგწდეს ით იმიტომ რომ მეორედან ესე პირველი საღება ულამაზოც არის და ნუ რაღაცა გაწელილი უშნოდ გამოვა თითი და დაჭიმული და ამიტომ ნახეთ 1 2 3 4 ასე შევცვალოთ 1 ასე იგივე თითები გავიმეორებთ. ნახეთ 1 2 3 4 მეორე ხაზის მეორე ტაქტიც იგივეა 1 2 3 4 და ახლა მეორე ხაზის მესამე ტაქტი მარცხენა ხელში ნახეთ 1 2 3 აი აქამდე უნდა გვეკაოს წესით. წერტილიანია ნახევარი გრძივობის, მაგრამ ნუ იგივეს გეუბნებით აქ ხა თუ ვერ გიკავიათ და ვერ ხდებათ ხელი, აუშვით პედალზე მიეცით და დამთავრდება მაგით რა. ნახეთ ნოტები ლა ისევ დიდ ოქტავაში, მერე მი, ლა, მი, დო. აი ეს მი არის ლეგატოზე და შემდეგ არის სოლ მაგრამ ახლა ნახეთ როგორ იქნება თვლაშიც და აი ეს გადაბმულად როგორ იშხელებს 1 2 3 4 ახლა მე რას გირჩევთ რომ აი ეს 4 ცოტა მოუმატოთ აქ კრეშენდო გავაკეთოთ ან პატარა მარკატო 1 2 3 4 აი ცოტა რომ გამოვყოთ-სავით, ხო? და შემდეგ არის ფა დიდ ოქტავაში 1 2 3 4 თითები იგივე მეხუთე მეორე პირველი ნახეთ. ეს კი ფა დო შემდეგ ხა დიდი ოქტავის და მცირე ოქტავაში გადავიდეთ ლა დო 1 2 3 4 და ახლა გადმოვედით მესამე ხაზზე ნახეთ მი არის ეს ბგერა 1 2-მდე რომელიც უნდა გვეჭიროს და შემდეგი არის ისევ დიდ ოქტავაში სი და სოლ დიეზი არის პატარა ოქტავაში ნახეთ 1 2 3 4 თითებიც იგივე მეხუთე მეორე პირველი მეორე და ნახეთ და ამის შემდეგ არის მესამე ხაზის მეორე ტაქტში მარცხენა ხელში მი დიდ ოქტავაში 1 2 სიზე და შემდეგ მი 3 უკვე მცირე ოქტავაში და დიდ ოქტავაში მი 4 გავიგეთ ხო 1 2 3 4 აი ასე და გადმოვედით მესამე ხაზის მესამე ტაქტზე მარჯვენა ხელში 1 2 აი როგორც ვიწყებდით პირველ ტაქტში ზუსტად იგივე ნოტებია ხო ლა მი დო მი და ბოლო ტაქტიც მესამე ხაზს იგივე აი ეს არის ჩვენი მარცხენა ხელი. ეხლა მოდით მეგობრებო შევაერთოთ ისიც რა დაგიკრავთ მე გამოვაჩინოთ ხოლმე ქვედა ბგერები ვიყოთ არ ჩავარტყათ და დანარჩენი აი ეს ნახეთ მი დო დაუკრათ უფრო ხმადაბლა. ეხლა მელოდია უფრო ვაჩვენოთ. ნახეთ
აი რა მინდა ვთქვა რომ აი ეს მარჯვენა ხელი ოდნავ უფრო ხმამაღლა გავაკეთოთ მარცხენა ხელზე. აი ეს ნუ ძალიანაც რომ უხეში არ იყოს. აი ეს ნახეთ. აი რო გითხარით ისა მომენტი ნახეთ. ნახეთ ახლა ერთი რო გითხარით აღიკვრება თქო. ახლა რა მინდა გითხრათ აი ეს შემდეგ ტაქტზე, აი ამ ორ ბოლო ტაქტზე. ნახეთ აქ ხო არის 1 2 3 4 და იგივე გერა ეს დო მარცხენა ხელშიც და მარჯვენაშიც ერთი და იგივეა და ხან ერთმა თითმა უნდა დავკრას ან მეორებ და აქ ეხა თვლის მიხედვით უნდა გეჭიროს ეს აკორდი ხო, მაგრამ შეგვიძლია ესე დავკრათ. ნახეთ 1 2 3 4 ან ესე 1 2 3 4 მაგრამ ეხა რო ის არის არ არის რა კომფორტული და ისევ პედალზე გავუშვათ ეს მარცხენა ესა ლა მარცხენა ხელის იცით ახლა როგორი რედაქცია არის და ეს არის რიჩარდ კლეიდერმანის რედაქცია და ახლა გააჩნია რა როგორ არის დაწერილი და ამიტომ აი ესე გავაკეთოთ რა ავიღოთ 1 2 3 4 და არა უშავს მარტო ეს მიგვეჭიროს ეს ლადო ავიღოთ რა 1 2 3 4 აი ესე გავაკეთოთ რასთან უკრავთ მარჯვენა ხელს და მარცხენა ხელს ნახეთ დავიწყეთ პირველი ტაქტი მეორე ეხლა პედალი თუ გინდა ზოგადად 1 2 3 და 4-ზე ავიღოთ ნახეთ 1-ზე დავაჭიროთ 2 3 4-ზე ავიღოთ ნახეთ ეხლა როგორ უკრავთ აი ამ ლას უკრავთ დოსთან მარჯვენა ხელს და აი აქ როგორ მოდის იცით პირველი ბგერები ერთმანეთის ქვეშაც წერია რომ შევხედოთ და სათითაოდ ესე თითო-თითოდ ერთად უკრავთ ერთმანეთთან ნახეთ მოგონი ხვდებით ხო ეხლა ნახეთ ამ დოს რო არ უკრავთ მარჯვენა ხელში მარცხენა უკრავს მარტო ეხლა მი და მი ერთად რესთან უკრავთ პირველ რესთან სოლ ძიეს ნახეთ ახლა ისევე სი არ იკვრება მარჯვენა ხელში ნახეთ ახლა ეს ლა გვიჭირავს მარცხენა უკრავს მარტო ნახეთ შემდეგ ისევ არ იკვრება ეს ლა მარცხენა ხელში ეხლა ნახეთ ეს სოლი არ იკვრება მარჯვენა ხელში ერთი მარცხენა ხელი უკრავს მერე აი ეს აკორდი რა რე ფა ლა სისთან ერთად ორი მისთან ერთად რე ფა სი მერე აი ეს რე ფა სოლ დიეზი და ლა დო մի მომავალ შეხვედრამდე